3 თვეში თუ 2 თვეში ავიხე უკვე ლურჯი ხამარი და მე ჩემი ასე ვთქვათ კარიერა მაგ ჯიუ-ჯიტსუში ძალიან ზემოთ წავიდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ის მქონდა ცოდნა ჯიუდოში და ძალიან მალე ავიდე 3 თუ 4 წელში ავიღე შავი ხამარი. პირობითად 100 კილოიანი მოკრივა და 70-იანი ძალიან დიდი სხვაობაა და 100 კილო მოჭიდავე და 70 რაღაცა ჯიუ-ჯიტსუში შეიძლება ჯიუ-ჯიტსუში 2 თვის უკან ცარუკიანთან ერთად ვიყავი კარჩი ACB-ის იმაზე იყო ACB იყო ლიგა არის და ნუ დიდი სიამოვნებით ვიხილავდით მეც და მაყურებელიც ჯიმის MMA-ში. დიდი სიამოვნებით მაგარი იქნებოდა. ყველაზე ძლიერი ქართველი მოჭიდავეები ბრაზილიის ჯიუ-ჯიტსუში ალბათ ძმები თოფურიები არიან. მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა კლუბში, ამას ვიწყებდით ხოლმე, როდესაც ლაივზე არ გავდიოდით და ეს ტრადიცია ავადგინე. დღეს ჩვენ გვყავს განსაკუთრებული სტუმარი. ნამდვილად. ყველა იმ ადამიანს, ვინც ზოგადად რაღაც დოზით, ან მცირე დოზით, ან უფრო მეტად დაინტერესებულია გრეპლინგში და მით უმეტეს აკვირდება გრეპლინგში განვითარებულ მონებს, ყველა მიცის ჯიმი რაზმაძე და ის ვინც მხოლოდ MMA-ზე ჯერჯერობით ფოკუსირებული და ესე ცალკე დისციპლინებს არ მიყვება, ჩვენ მაგისთვის ვართ, რომ ამ ხალხს უფრო მეტად ჩაუშალოთ და უფრო მეტად გავაცნოთ. ნუ დიდი სიამოვნებით ვიხილავდით მეც და მაყურებელიც ჯიმის MMA-ში. დიდი სიამოვნებით მაგარი იქნებოდა. მოკლედ, ვინც არიცით ჯიმი და არა მხოლოდ ჯიმი, მისი ძმა გიორგიც არიან საქართველოში, ნუ ტოპ გრეპლერები, ძალიან დიდი წარმატება. ხა ჩვენ რო დავიწყოთ ჯიმი და გიორგის წარმატებების ჩამოყოლვა, პოდკასტის ბოლომდე მოგვიწევს ამ ყველაფრის ჩამოთვლა, ამიტომ გვენდეთ სიტყვაზე გვენდეთ. ხო, გვენდეთ. როგორ ხარ ჯიმი? მადლობთ, კარგად, მოგესალმებით. მადლობთ ეძახებისთვის. პირიქით, მადლობა რომ მობრძანდი. მე ასე ვიტყოდი რომ ჯიმი და გიორგი, ჩემთვის რა ხა ჩემი აზრია, მე არა ის რაღაცა ჯიმი და გიორგი საუკეთესო გრეპლერები არიან საქართველოში, იმიტომ რომ ვინც თქვათ ეხლა იწყებს გრეპლინგში გარკვევას, როგორ ხდება ზოგადად ეს კამრების გადაცემა, ხო, სხვადასხვა დამსახურებებით ხდება ზოგადად, მაგრამ მარტო შეჯიბრზე გასვლით, არამედ სხვა გრეპლინგის სამყაროში სხვადასხვა დამსახურებებით, ხო, თუ რა, მოკლედ ჩვენ თუ დღეს რამე შეგვეშალა გრეპლინგზე, შენ შეგვისწარ. და ასე ხდება ზოგადად, კამრას გადასცემენ სხვადასხვა დამსახურებებით. და ჯიმი და გიორგი არის ის ხალხი, რომლებიც აი იმ სხვადასხვა დამსახურებაში საუკეთესოები არიან, შავი კამრები არიან, როგორც შეჯიბრის მიმართულებით, ისე საქმის კეთების მიმართულებითაც და ჩემთვის მე ასე ვიტყოდი, რომ ეს ხალხი ჯიმი ამ შემთხვევაში საუკეთესო არის. სრულად გეთახმებით. როგორც შეჯიბრში, ისე სამწნელო მიმართულებით, ისე ზოგადად ამ სფეროს განვითარების მიმართულებით და ძალიან მიხარია, რომ ჯიმიმ დარბაზი გახსნა საქართველოში, ძალიან მიხარია ეგ ამბავი. შენ უკვე აგერიშობ. მალე 2 წელიწადში აქ რო ვიჯდებ ეს ლურჯკამას. ჩვეულებრივ ტანსაცმელზეც გავიკეთებ სამარი. ნახე მეგრულად უკვე იწყებს ჩაწვეთებას რომ მარგალო ისა ლურჯკამარს მოგცემ, აი ჩავიწეროთ შემდეგი. ზო აი პირობა დაფიქსირებული. ეგრევე გავიკეთოთ და ეგრევე. ყველა ვარიანტი. და გოჯირაჭ აკადემია, მეგობრებო, ჩვენ ლინკს ჩავსვავთ. და ვინც დაინტერესებული ხართ, არა მხოლოდ დასრულები, ასევე ბავშვებთან ჩვენ ვისაუბრებთ, რომ ჯიმის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ბავშვებთან ვარჯიშის და ვინც ხართ დაინტერესებული, აუცილებლად მიმართეთ, ძალიან მაგარი ადგილი არის. ჯიმი, როგორ დაიწყო შენი და ჯიუ-ჯიტსუს ისტორია? სხვათა შორის ძალიან საინტერესოდ შემთხვევით აღმოჩნდი ამ სპორტში. თავიდან დავიწყე ჯიუდოთინ და 12 წლის მანძილზე ვჭიდაობდი, ძალიან დიდი მიზნები მქონდა, აი ჩემი მიზანი იყო თავისად ოლიმპიადა ტოკიოში მინდოდა 2020 ჩემი გათვლით, იმიტომ რომ წლოვანება მაძლევდა საშუალებას რომ მიჭიდაო მაგ დროს და სამწუხაროდ მივიღე ტრავმა, წელის ტრავმა იყო, ძალიან ესეთი არასასიამოვნო და დროთა განმავლობაში ძალიან მიშლიდა ხელს და ესე რომ ვთქვათ, ამ ჩემს მამას ჯიუდოთინ დაიწყო ჭიდაობა და 18 თუ 19 წლის იყო, მყესი გაიწყვიტა, წინა ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და ნუ გაიკეთე ერთი ოპერაცია, მაგრამ არასწორად გავუკეთენ, მენისკზე გავუკეთენ და ამ გადაწერით და მე საშუალებაც არ იყო რომ გაეკეთებინა და ეგ დარჩა. დღემდე გაწყვეტილი არის სხვათა შორის ყველა შეჯიბრი რაც მონაგები აქვს, წინა ჯვარედინი ყესი არ აქვს. და
ფორას აძლევს. აი ის იმ ხელკუნთები აქვს ფეხებზე, ანუ მე ცალკე თემა. ხო, ცალკე თემა. ხო, გამოგრებული. იმიტომ რომ უარდება კიდევაც, მაგრამ ძირითადად კუნთს უჭირავს და ჩემს მას იმდენად უყვარს სპორტი, ანუ სპორტში მე ჩემი იმის ასე ვთქვათ, დამსახურება რომ ვარ და აქამდე რომ მოვედი, იმიტომ რომ ძალიან შეყვარებული, აი ჩემ თავს ვეძახი მე ტიპიური ქართული სპორტს მე მიყვარს ძმაკაცებთან ერთად ზაფხულს დასვენება და ისე და აი ჩემი ძმა არის აი შევადარებდი ძიუდოისტებიდან ლაშაშ აბდუათუაშვილს აი ფოკუსირებული ბოლოს როდის იყო დასასვენებლად არც ვიცი 24 საათი ეგეთ შრომას მოაქვს მე შედეგი კი ნაღდად და აი ძიუდოს ვერ ჭიდაობდა, იმიტომ რომ ყველა მიცუდა ხე ძიუდოში ისეთი ის არის ძალიან ტრამული და თან კვანტების გამოკრა და ისა არასტაბილური არის ფეხი და სულ უარდებოდა და არ უღირდა და ვიღაცა მუთხრა აღარ მახსოვს გრეპლინგის შესახებ არც ვიცოდით ეგეთი სპორტი თუ იყო და ჩემს რომელი წლებია 2012 წელია თუ 2013 ალბათ. აქ საერთოდ გაჭაჭანება რა. ხო, აქ YouTube-ში წერები ვიყავით. YouTube-ზე ნახულობ. ხო, მოყოლელი გაქვს ერთი. და დაიწყო გრეპლინგი და ჩემს ძიუდოშიც ნევაზა უყარდა რა, სულ პარტერში დაობდა და ისე გაუხარდა და მერე გაიგო ერთი წლის შემდეგ გაიგო ჯიუ-ჯიტსუ რო არის ეგეთი, ანუ კიმანოში, გიში. ეგ კლად გაუსწორდა და დაიწყო ვარჯიში. და ამასობაში მე მიყვებოდი პროფესიონალურად ძიუდოს. და ეგ ტრავმა რომ მივიღე, ისე გამოვიდა რომ ანუ ვერ ვჭიდაობ, თან ისე დისციპლინაში ვიყავი მე რომ წარმოგიდგინათ, თან დილის 6 საათზე ვდგებოდი, საღამოს 10-ზე ვწვევოდი და 4 წლის მანძილზე სამსწავლობდი, აი ამ იმაში ვიყავი და სულ მაკლდა ის მეგობრებთან როგორც ვთქვი, გულავი გასულა და ასე შემდეგ ხო და აი კი ავიშვი რომ და მეტკინა ზურგი და არ მომეწონა სიმართლე გითხრა. იმდენი წელი ვიყავი იმაში რეჟიმში ასე ვთქვათ. არ მომეწონა და ჩემს მომწა მიყვანა თავის იმასთან საჭიდაო და თავიდან რომ შევხედე ასე დავიწყე ჭიდავი და ხა ჯიუჯიტსუს სპეციფიკა ყველა მიცის. აი იყო და პირველი რეაქცია ყველა. ხო, ჩაჯდა და რა შვები მეთქი რა. ვერ ვიტყვი ხა, რასაც ვამბობ. ხო. რა შვები მეთქი დაждდა. თუ გეძინებოდა სახლში დარჩენილი იყავი, აქ რაზე მომიყვანებითი, წამომიწვა. და რავი, მე ისე რამ ლურჯ კამარს ვეჭიდავე და ახლა მე შავი კამარი ვიყავი ჯიუდოში და ისეთი არის საქართველოში ჯიუდოში კამრებს ალბათ ესე ეგზამენს არ აბარებენ და მე ანუ გავდიოდი რომ მივსულიყავი შავ კამარამდე ჯიუდოში და ვეჭიდავე ვიღაც ლურჯ კამარს და ასე ვთქვათ ამიხსნე რაღაც წესები და ვერ მოვუგე ვერ გავედი ანუ გვერდითაც ჩაბოჭო ვერ გავუკეთე ზემოთაც ჩაბოჭო ვერ გავუკეთე და აი დელარივა და ბერიმბოლო არის ეგეთი მასალა და ვამე დავიწყე მაგის მეშვეობით 2000 სპორტულ აზარტში შეხვედი მაგრამ ეს ხვად კიდე კი და თან აზრად მქონდა რაღაც სილეთები რომა ჩვენენ მატკივარები და მახრჩოლები ვა მეთქი ავიღებ დავიმახსოვრებ ზურგს მოვირჩენ და წავალ ჯიუდოში და წავიღებ ყველაფერს მეთქი და 2000 აი იგი იყო 2000 მე მოვედი 2016-ში ჯიუდოში იმას ჯიუჯიტსუში 3 წლის მერე ჩემს მერე და ისა 2017 იყო თუ 18 წავედი საჭიდაოდ ლურჯ კამრებში სოფლიო ჩემპიონატზე ეს აბუდაბში. და პირველი გასვლა იყო ჩემი ესეთი საერთაშორისო და თან მომიწია ძალიან ბევრი ჭიდავი. მე 4-5 გავხდი მაგ დროს ფინალში ნახევარფინალში გასასვლელად წავაგე ბრაზილიელთან. იგიც ადვანტაჟი რა ისა ერთი ისა არც ვიცოდი რას ნიშნავდა ეგ უბრალოდ ვეჭირე გარჩი და მე კიდე მომიწია რეპეშას გასვლა 3 და ძალიან დიდი ემოციები მივიღე და ისე მოვიწამლე ამ სპორტით. რო დაუბრუნდი აღარც მახსოვდა ჯიუდო და ასე ვთქვათ გავიკეთე თეთრი კამარი. ნუ ლურჯი მქონდა მეტყვი რომ ახლა თუ რაღაც გამოცდილება გაქვს სხვა სპორტში, ჭიდაობის სახეობაში, ჯიუჯიტსუში რომ მიდიხარ არ გაქვს იმის უფლება რომ თეთრი კამარი გაიკეთო. და უпростоრად არ გაქვს იმის უფლება რომ თეთრ კამერებში იჭიდაო, მეტყვი რომ არ ხდება ეგრე ასე ვთქვათ, იმიტომ რომ იქ მოდიან ასე ვთქვათ 0-დან, იმიტომ ციწლის ბიჭების მოდიან 18, 16, 30 და ანუ არა აქვს საერთოდ ეგეთი ფუნდამენტი იმის ჭიდაობის და შენ რო ესე ნაჭიდავები ხარ 12 წელი ჯიუდოში და მიდიხარ თეთრ კამერებში ჭიდაობ ესე ვთქვათ ლურჯში გამოვედი და მე რო დავბრუნდი თეთრი კამარი მქონდა რა მე არ მოუწია ჩემთვის ლურჯი კამარი მაგრამ დავიწყე აი როგორაც მე ვასწავლი ისე
რაღაც შრიმპებს მასწავლიდნენ და სპეციფიკურ რაღაცებს ელემენტებს საჭიდაოს და ეგრე დავიწყე. 3 თვეში თუ 2 თვეში ავიღე უკვე ლურჯი ხამარი და მე ჩემი ასე ვთქვათ კარიერა მაგა ჯიუ-ჯიტსუში ძალიან ესე ზემოთ წავიდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ის მქონდა ცოდნა ჯიუდოში და ძალიან მალე ავიდე 3 თუ 4 წელში ავიღე შავი ხამარი. ახლა რო ვთქვა პირველი დიდი შეჯიბრები მოვიგე არა, ფინალში გავედი სოფლიო ჩემპიონატში აბუ-დაბში, ყავისფერ ხამრებში, პროფესიონალებში კაც იყოფა, მაშინ აღარ მასწავლს 27 წლის ვიყავი მგონი და გამოუცდელი არ ვიყავი და თან მე ხა ჯიუდოისტი ფეხების ტეხვა არ ვიცოდი და მასწავლენ და წავედი ფეხის მტკინეულზე და ჩამატრიალა და ეგრე წავაგე 2 ქულა ბოლოში არა და ვიგებდი უპირატესობით. და ეგ იყო ჩემი პირველი ასე ვთქვათ დიდი медали სოფლიო იმაზე არენაზე და მაგის მერე უკვე ჩაუჯექი და მოდის. ხო, რადგან შენს ჭიდაობებზე საუბრობთ, აი შენი ყველაზე დასამახსოვრებელი ჭიდაობა რომელი არის? ერთი სხვა თქვა რა, რომელიც აი ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა. ყველაზე დასამახსოვრებელი ლურჯ ხამრებში არის აბსოლუტ კაში ვიჭიდავე. წონების გარეშე. ხო, აბსოლუტურ წონის კატეგორიაში ვიჭიდავე. მე 70-ში ვჭიდაობ, 69 კილო უნდა ჩააბარო უბრალოდ და ფედერაციები იყო AGP და IBJJF და 69-ში ვჭიდაობდი მაგ დროს და 120 კილოიანს ვიჭიდავე მაგ დროს და თან სამკუთხედი. ხო, ესე გავადი. და სამკუთხედი ჩამიკეტა და ვიდეოც არის სადღაც და სამჯერ მინდოდა დანებება. თან სამკუთხედი რო ჩამიკეტა გადმომაბრუნა და ზემოდან მეწვა და რა ვარიერია 120 და კიდე გახრჩობს. და ეგ დამამახსოვრდა ყველაზე და ისე ყველაზე დასამახსოვრებელი რავი ალბათ რამე დიდი ტურნირის ფინალი. ძალიან ბევრი ფინალი მქონია, იმიტომ რომ მედლებზე თუ დავიწყოთ ლაპარაკს, ჩემი ძმას 4 ჯერ აქვს სოფლიო მოგებული, მე 1 ჯერ, მაგრამ ძალიან ბევრი ჯერ ვარ ფინალში განასვლელი და სულ ისა მაქვს რა ფინალი არ მაქვს კარგად დაცდილი. არა და სულ ჩემი წაგებები არის ძალიან ცოტა, ან 2 ქულით განსხვავდება, ან 1 ქულით განსხვავდება და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ცოტა აკლიდა, მაგრამ მე იმას ვაბრალი რომ მე ზაფხულს გულაობა მიყვარს, ჩემს ძმას არა. სპორტს მოიწონს. ხო და მე ხო მესმის მაგის და აი რავი ალბათ ეგ არის ყველაზე დასამახსოვრებელი რომ სადაც ისე ხა შენ საქართველოში ხშირად ჩამოდიოდი აქამდე და ახლა უფრო მე დროს გაატარებ საქართველოში და საქართველოშიც ბევრჯერ გაქვს ნაჭიდავები და აი ზოგადად რო შეაფასო საქართველოში ჯიუ-ჯიტსუს დონე რა მდგომარეობა ახლა საქართველოში, იმიტომ რომ ხა ჩვენ MMA-ზე კი არის ჩვენი MMA-ზე ჩვენი პოდკასტი, თუმცა ხო, ესე ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია MMA-ის და როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ქართველები გვინდა, რომ UFC-ში მოხვდნენ, PFL-ში თუ აი საერთაშორისო ორგანიზაციებში, ჯიუ-ჯიტსუ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და ამის გარეშე ძალიან გაუჭირდება ნებისმიერ სპორტსმენს და აი საინტერესოა შენგან შეფასება მისცე საქართველოში რა მდგომარეობა ახლა ჯიუ-ჯიტსუს მიმართულებით. ნაჭიდავები ვარ, ან ბევრ შეჯიბრზე არ ვარ გამონასვლელი, მაგრამ შეჯიბრებებზე ვარ ნაჭიდავები და ქართველებთან იშვიათად მიწევდა ასე ვთქვათ შეხვედრა, იმიტომ რომ როგორც თქვი, ძალიან ადრე ავიღე შავი ხამარი და შავ ხამრებში ქართველები ჯერ არ არიან და მე ხამრების მიხედვით ვჭიდაობთ, პროფესიონალებში ვჭიდაობ და საქართველოში უფრო მეტი ის არის რა, დამწყებები ლურჯი და იასამნისფერი ხამრები არის და მაგის ხო, ეს ბოლო პერიოდია მე მგონი წამოვიდნენ. მაგრამ ხამარი არის ხო? არ ჭიდაობ. როგორც ასეთი აი სტატუსურად რო ავიღოთ რა. ხო, სტატუსურად კი რამდენიმე ან ბევრი ვიცი, მაგრამ ბევრი რა ერთი ხელი გეყოფა, რომ მე ვინც ვიცი, მაგრამ ისე ყველაზე ძლიერი მოჭიდავეები ბრაზილიის ჯიუ-ჯიტსუში ალბათ ძმები თოფურიები არიან, რომელიც ვიცი რომ თავიდან ჯერ შავი ხამარი აიღენ, ჯერ ჭიდაობდნენ ბრაზილიის ჯიუ-ჯიტსუს და მერე გადავიდნენ უკვე MMA-ში. და თვითონ საქართველოში ნახდათ არ ვიცი ისეთი ახლა რომელიც სოფლიო არენაზე ჭიდაობს. ზოგადად აი როგორი ტენდენცია ხო, მაგრამ ოფენ მატებზე რო დავდივარ. შენ ხა დარბაზის გახსენი და ამ დარბაზს ისე შემთხვევით არ გახსენე. კი. როგორც ჯიუ-ჯიტსუში
მოხდის შემთხვევით ისე არის. თან ინტერესის დონეც აი რაღაც ბოლო პერიოდში რაღაც ძალიან ქართველების ფონზე მით უმეტეს ძალიან გავარდა ამ ემში. ძალიან მონდომებულები არიან, ის მინდა ვთქვა რომ ანუ გენში გვაქვს ეს ჭიდაობა. დღევანდელ დღეს ალბათ ჯერჯერობით დაბალი დონეა საქართველოში ჯიუ-ჯიტსუ და გრეპლინგის, იმიტომ რომ აკადემიური, ასე ვთქვათ, მიდგომა არ არის. ეხლა რამდენი open mat-ი მაქვს ნაჭიდავები და რამდენ ხალხთან ნაჭიდავები, ტექნიკა იციან, მაგრამ ანუ როგორ გამოიყენონ არა. და ამას ესი ხო, პრაქტიკა და ანუ როგორ გითხრათ, სწორი მიდგომა აკლია ვარჯიშის. თუ MMA-ს გრეპლინგი ავიღეთ, ცოტა განსხვავდება, იმიტომ რომ რამოდენიმეჯერ მაქვს მონაცდელი, ჩამიცვია და მიჭდავებია ეს ხელთათმანებში და ერთი რომ მოხვდება თავში, უკვე აღარ გინდა ეგ. ხო, უკვე კი გარჯერ შესვლა და ეგეთი რაღაც. ის უმეტესობა ალბათ უკვე გვერდზე გადის და უფრო სხვა. კი, ანუ შეზღუდული ტექნიკა არის, ახ თუ ავიღეთ სპორტული გრეპლინგი ან ჯიუ-ჯიტსუ, უფრო ანუ ისეთ რაღაცეებს აკეთებ, ასე ვთქვათ. ხო, MMA-ში მაგას ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ მოგარტყამენ ეგრევე. ისე არ გიფიქრია MMA-ზე? მქონდა შემოთავაზება რამდენიმეჯერ. ძმები თოფურიები, ძმები რაზმაძე. ხო და დიდად სიმართლე გითხრა და არ მიყვარს ეს ჩხუბი და ის. წადი, არა და დარწმუნებული ვარ ძალიან მაგრა გამომივა, იმიტომ რომ ბავშვობაში მეძახოდნენ რაჭულ დათვს. იმიტომ რომ თუ გამაბრაზებდნენ ბავშვობა, ნუ ახლა როგორც მიყვებოდნენ, ხო, ეს ძიმე ხელი ქონდა თურმე და ბავშვებს ნუ ურტყამო მეძახოდნენ სულ. თან სტატიკური ძალა. ხო, ანუ დიდი თან ბაბოჩიმ ისეთი მოჭიდავე იყო და ძალიან დიდი ხელები ქონდა, ხიმდე მახსოვს და ძიმე მუშტი მაქვს ეგრე ვთქვათ და დარწმუნებული ვარ რომ მაგრა გამომივიდოდა, მაგრამ რავი, ანუ გული არ მიაქ. ისე მაქვს შეიძლება ერთი ჩხუბი ჩავატარო სადმე რაღაც პროფესიონალურ ორგანიზაციაში და გამაში მოგზა. რატომაც არა. გამაში. მაგრამ ოღონ მარტო MMA-ს არ გელოდებით. მარტო MMA-თ არ გელოდებით. ჯიუ-ჯიტსუს ყოველთვის ვატარებთ, fight pit-ი გვაქვს, შეიძლება გქონდეს კიდეც. კი, როგორ არ ვადევნებ. ერთი სული მაქვს, გუნდს როდის შეკრავ. აუ, მეც. იმიტომ რომ ძალიან მინდა რომ შენ და შენ მოგუნდმა მიიღოთ მონაწილეობა, მაგრამ სანამ გუნდს შეკრავ, შეგიძლია ისე დიდი სიამოვნებით super fight. კი, აი მე მომწერენ გამადან და მივეცი ნახმობა მე მზად ვარ. ესე იგი მალე ვიხილავ. დავანოსეთ. მალე ვიხილავ შენ ჭიდაობას. რატომაც მე მუდმივად მინდა ჭიდაობა, ანუ არ მაქვს მე ის რომ აი ბოლოს გამაზე ვიჭიდავე. ხო, 2-3 წლის წინ იგიც მახსოვს როგორ ვიჭიდავე, ანუ ტოკიოში მქონდა Grand Slam-ი. დამიკავშირდნენ ტოკიოდან გადმოვფრინდი სტამბულში, მერე გადმოვფრინდი ჯერ პეკინში ვიყავი, მერე სტამბულში და მერე საქართველოში და იმ დღეს აწონვა და საღამოს ჭიდავი. ანუ ეგ ექსტრემალური ხო, მახსოვს ხა ეს დეტალები არც ვიცოდე და მახსოვდა, მაგრამ მახსოვს რომ აი სადღაც შორიდან მოდიოდა რა. თუ რომ იყო მაგას ხალხი დიღმიდან აგვიანე. იმიტომ რომ მახსოვს ყველა ხურდებოდა და რაღაც იმას უყურებდი, ანუ 10 იგი იყო ჭიდაობა მაგ დროს მქონი და სკამზე ვიყავი და ჩამედინა. ეგ კარგად დავიმახსოვრე. ჭიდაობამდე ძილს არა უშო. ნო მაგრამ შენი მე არა ნებისმიერ დროს თუ ისეთი სერიოზული რაღაც ტრავმა არ მაქვს უბრალოდ აი შენთვის ცოტა რთული არის მოწინააღმდეგის მოძებნა აი ზუსტად იმ დეფიციტის გამო თუნდაც ეს მაინც რახან ახალი ტენდენციაა და ახალი ინტერესია ეხა იწყებს გამოსვლას იმ შედეგების რაც ზოგადად რაღაც წლები იმჭირდება რომ რაღაც გამოისხოს უკან აყოფი ისე რახან უკვე თოფურიებს შევხედე ჩვენ მე მქონდა მაგ კითხვა იმიტომ რომ რაღაცნაირად ისეთი თემა ძირთადად ქართველები აპელირებთ მაგით უცხოელები ხშირად არ გვეთანხმებიან ხოლმე და აი სულ აქვს აი თუნდაც სარუკიანზე ხარ მე ისაც შევიხოთ განცდა აქვს რომ აი ილიას სარუკიანი იმიტომ არ უნდა რომ პარტერში ეშინი ანუ ყველა ქართველებს გარდა აპელირებს რომ აი მოკრივი აილია და ქვევით არაფერი არ იცის განსაკუთრებით ეგ ალბათ იმის გამო რომ არ უნახავთ რომ ანუ მოკრივია, პარტერიც იცის ესე. პარტერიც იცის, ხო, პარტერთანაც ეს არის. უბრალოდ ეგ ალბათ იმით არის განპირობებული, რომ არ უნახავ. ხო, UFC-ში განსაკუთრებით ხა ილიას ჭიდაობა როგორც ასეთი, ნუ არ გვინახავს ალბათ, მაგრამ ხა
აი შენ რომ ისე შეფასება, თუნდაც ილიას და ოლივერას ბრძოლას, იქ პატარა მონაკვეთი იყო ჭიდაობის, მაგრამ იქ ბევრი რაღაცა გამოჩნდა ჩემი აზრით და აი საინტერესოა ხა ამასთან დაკავშირებით შენ მაქვს მაგაზე აზრი და ანუ მაგაზე არც ფიქრი უნდა და არაფერი, ანუ ილიას ჭიდაობა და გრეპლინგი არის აქ და ცარუკიანის აქ. რატომ გეტყვით? 1-2 თვის უკან ცარუკიანთან ერთად ვიყავი კარტში ACB-ის იმაზე იყო. ACB ხო ლიგა არის და ერთ კარტში ვჭიდაობ. მანდის არის ხო? დარტყმებიც არის, ოღონდ თავში არ ურტყავენ თუ კლასიკური ჯიუჯიტსუ იყო. კლასიკური ჯიუჯიტსუ იყო, მაგრამ ანუ რამოდენიმე ისა აქვს რა, ხო მიმართულება აქვს, ანუ გრეპლინგიც აქვს, ანუ ნოუგიში. ჯიუჯიტსუც აქვს, აი მე ჯიუჯიტსუს ვჭიდაობდი, მაგ დროს გიში ვჭიდაობდი და ცარუკიანს ჰქონდა სულ ბოლო, ანუ თავისთავად ისა ჭიდაობა, ეგეც გრეპლინგში, ნოუგიში ჭიდაობდა. ერთი ვენზე ხდება. ხო, ერთი ვენზე ხდება ყველაფერი და ჯერ უყურებდი როგორ ჭიდაობდა. მე ანუ მანამდეც მაქვს ნაყურები ცარუკიანის ჭიდაობას, ეგ უფრო თავისუფალი მოჭიდავი არის ვიდრე გრეპლერი, იმიტომ რომ შეგიძლიათ ეგ ვიდეო ნახოთ, უყუროთ და იმდენი საშუალება ქონდა საბმიშენის და ვერ გააკეთა, ანუ არ გააკეთა, ვერ გააკეთა. მეტყვი რომ არ იცოდა, ანუ ახლა მე როგორც გრეპლერი უყურებ რომ ანუ ესკენი აქ გადახვედი და ასე ხო უყურებ რომ ანუ შეეძლო აქ დაესაბმიტა, აქ დაესაბმიტა, მithumetes ეჭიდავებოდა რავი 10 თუ 15 კილოგრამით ნაკლები იყო მისი. მე დაღესტანელი ბიჭი იყო. ჩეჩენი იყო, ხო, ჩეჩენი. პატარა კონფლიქტის მოვიდა. ხო რაღაც ემოციების ხო. მაგას სუმოსდის. ო, ესე უფრო ეს შავი პიარის ფონდი არის ეგ. და მე რო უყურებ ცარუკიანის ჭიდაობას, საერთოდ ანუ და მე მაქვს ილიას ჭიდაობა ნანახი როგორც ჭიდაობა. და აი სუფთა ესე ვთქვათ გრეპლერი არის, ისე მოძრაობს, ისე ტექნიკურად შედის ზურგზე, გადადის საბმიშენებზე და ისა ახლოსაც არა და მithumetes ისეთი ჯანი აქვს თოფურიას. არა მგონია ცარუკიანმა რამე ისეთი ილია ჭიდაობაზე ხსავთ, გომში ხო საერთოდ უნდა გამოვიცხოთ აი მე შენ. გომში თვითონაც. არა მე ცარუკიანი იძახის რომ გომშიო მე გავაკვირვებო რა. არა მგონია და ზოგადად ასე ვფიქრობ მახაჩევს აქვს ისა აი ყველაზე საინტერესო მატჩაპი არის ეგ და მაგით მე შეგვიძლია იმაზეც გადავიდეთ უფრო ტექნიკურად ჩაშლაზე და აი მახაჩევი ილია ზომის ნუ ჯიუჯიტსუს ერთ-ერთი მთავარი პრინციპიც ისაა რომ იმდენად ტექნიკურად დახვეწილი სპორტია რომ ალბათ ყველაზე ახლო იმ სპორტებთან რომელიც რაღაც დოზით წონას აბალანსებს. რა თქმა უნდა ბოლომდე ვერ დააბალანსებს, თუმცა პირობითად 100 კილოიანი მოკრივე და 70-იანი ძალიან დიდი სხვაობაა და 100 კილო მოჭიდავე და 70 რაღაც ჯიუჯიტსუში შეიძლება რაღაც ფონი ხო მეშვეობი და თუ ასე ვთქვათ საინტერესო ტექნიკა გაქვს და რაღაც ისა გაქვს ხრიკი მოგონილი, მაშინ შეგიძლია მოერიო მძიმე. აი ეს რას ვფიქრობ ისლამის და მდგომზე აკაფიო აი ჭიდაობის რა. ჭიდაი ნახე გრეპლინგის მატჩი რო კონდეთ, ანუ ფიქრიც არ უნდა რა ილიაზე ვიფიქრებდი, მაგრამ რადგან არის ის რომ შეუძლია მახაჩევს დაატანოს კიდე დარტყმა პარტერში. რავი, მე მაინც ილიას ვფიქრობ, მაინც ვფიქრობ იმას რომ თუ ჩანიშნეს ეგ ჭხუბი ძალიან კარგად მოემზადება ილია, იმიტომ რომ ძალიან ისე უდგება მაგი საქმეს, რომ შეისწავლის თავის ოპონენტებს და დიდი ალბათობით მოუნახავს რაღაც გამოსავალს, მაგრამ ძალიან ისეთი ასე ვთქვათ რთული იქნება მატჩი იქნება, იმიტომ რომ ერთადერთი ვისაც უყურებ კონკურენცია ილიასას ეგ არის სადაც შემიძლია დავფიქრდე რომ შეიძლება ილიას გაუჭირდეს და სხვასთან არ ამგონია ილიას. ხო, ყველაზე კარგი ვარიანტი. ეხლა მაინტერესებს მე ეს კითხვა, ცნობილი მაისურიდან იწყება ყველაფერი ხაბიბის. ერთ-ერთი პრესკონფერენცია ამოვანათოთ ეგ ფოტო. ასე მაისურზე აწერია, აწონები იყო რომ სამბო რომ მარტივი იყოს, ჯიუჯიტსუ ერქმეოდაო და ზოგადად ეს MMA სამყაროში რაღაც დოზით ინფორმაციულობა მაინც ისე კაფეოდ არაა ჩაშლილი და ხალხა განცდა და ნუ ახლა არსებობს ეს PR კომპანია სერიოზული ქონდათ რომ სამბო არის ძალიან დომინანტური და ჯიუჯიტსუს ანადგურებს და მთავარი მარწყვი ტორზე აქვთ ოლივეირა რო დაასაბმიტა მახაჩევმა. და ნუ მახაჩევი ხა სამბოისტი ის აი ზოგადად აი მაგდაპირის მაქს ორ საბრძოლო ხელოვნებას შორის დაპირისპირებაზე რას ფიქრობ? უშუალოდ MMA-ში, ანუ ეგეთი დომინანტი არის სამბო რო ჯიუჯიტსუს ყავს.
სამბო ჩემი აზრით ანუ საერთოდ არ არის ის სპორტი რომელიც გამოგადგება ჩხუბში ან რამეში იმიტომ რომ სამბო რომ იცოდეთ როგორი არის ანუ ამბობენ ისე დარტყმა სამბო რომელიც დარტყმა შეიცავს და შემდეგ კომბატ სამბოს და ჩოვლიური სამბო და ვიჭიდავებოდი ძალიან ხშირად ანუ მე სამბოში შემეძლო ჭიდაობა მაგრამ იმდენად არასაინტერესო იყო ჩემთვის იმდენად არატექნიკურები იყვნენ ხო ანუ არც 1-2 ვიჭიდავე მოვიგე 2 შეჯიბრი და აღარც გამოვსულვა რა ეგ ხაბიბამ გააკეთა იმის გამო რომ ვითომ ისა რუსეთიდან იყო და რუსეთში ხო დაფუძნა ეგ სამბო და ბრაზილიაში ჩატარდა ჩხუბი ხო ბრაზილიაში და ვითომ აი პიარის გამო მithumetes ქამარს არ უნიშნავდნენ მithumetes ახალი წამოწყებული ქონდა მაგას UFC-ში და მაღალი განცხადება ხო ეგ არის თორე მაგ დროს ხაბიბი დადიოდა ლოს-ანჯელესში რუბენს ჩარლზი არის კობრინიოს ეძახიან მაგის დარბაზში იმიტომ რომ სურათი მაქვს ნახი ეგ მაიც ვიყავ თუ ეგეთი მაგარია სამბო ერა სამბოზე და არა ეგ თვითონ პიარის ნაწილია ხო 2011 წლის ვიდეო ნახე ხაბიბას ხო იცი არა ზოგადად არ არის ხაბიბას ვიდეო სადაც ხაბიბა აგებს ჭიდაობას და არის 2011 წელს გადაღებული ლეონიდ გატოვსკი არის ეგეთი გრეპლერი არის რა და მაგასთან აქვს წანაგები და ანუ ეს იმას ნიშნავს რომ 2011 წელს როდესაც არავინ არ იცოდა ანუ გაგებაში არ იყო რა იყო გრეპლინგი ეგ უკვე გრეპლინგს ჭიდაობდა მე ხაბიბაზე ვამბობ და აქედან გამომდინარე მაგ ჩხუბის დროსაც გრეპლინგზე დადიოდა და მithumetes ამერიკაში ემზადება მithumetes აკაში ემზადებოდა და იქ ანუ რა სამბორი სამბო ანუ საერთოდ ფეხის მოტეხვაც ისეთი აქვს როგორ გითხრათ ძალაზე დაფუძნებული ძალიან ბევრი შეხვედრა მაქვს სამბისტებთან ნაჭიდავები და ანუ მატკივარას გიკეთებენ ძალის მეშვეობით არა ტექნიკის მეშვეობით არამედ ძალის მეშვეობით ანუ გაიყარე იღლიაში და დაკაჭე რა ძალა გაქვს ის არა აქვს რომ ანუ კუთხე უნდა მოუძებნო ცოტა აქეთ გადაწიო არის ეგეთი იაპონელი აიოკი მაგან მოიგონა ფეხის მატკივარა ვითომ ასე ვთქვათ მას ტეხავ straight footlocks ქვია მაგრამ სინამდვილეში ქუსლს ტეხავ რა ანუ ეს მოიტანა ასე ვთქვათ სხვა ანუ როგორ გითხრათ მიიყვანა ანუ განანვითარა ფეხების მატკივარები აიოკი იმანარი და ასე შემდეგ რამდენიც გინდა მე თვითონაც მაქვს ჩემი ისა მოგონილი აი ძირითადად ერთი რა საინტერესო რაზმაძელო არ დავარქვი სხვათა შორის 2021-ში გავაკეთე შეჯიბრზე თან საერთაშორისო შეჯიბრი იყო დიდი ეკრანებზე აბუ-დაბიში ზოგადად ექსპორტი ჯიუ-ჯიტსუ არის სკოლაში შეისწავლიან ბავშვები რა და ეგ სპორტული ის არის გადაცემა არის ტელევიზორში და იქ ატრიალებენ რა და ცენტრალურ ასე ვთქვათ იმაზე ვჭიდაობდი ხალიჩაზე და აი მაგ გავაკეთე ზუსტად ეგ ვამოღამებდი 1 წლის მანძილზე და გამომივიდა მაგ და მაგის მერე ერთი რავი 30 ჯერ ანუ 30 შეხვედრა დავიმახსოვრე და მაქვს ჩანაწერები სადაც ვაკეთებ მაგ მატკივარას და მე კიდე აღარც დავიმახსოვრე რა მტკივნეულია ესე ჩვენი ალბათ ახლა აქ ვერ გვაჩვენებ ვაგვიხსნა ფეხის მატკივარა შემიძლია ვიდეო შემიძლია ჩვენი ფეხი ქუთათევაზეს რო თარტვე ვიდეო ფრაგმენტია ანუ კეტავ სამკუთხედს მუხლის ქვედა ნაწილს უკეტავ იმდენად წარმოუდგენელი არის მაგ ანუ არავინ არ მოელოდება პირიქით ფეხს რო ეხავენ პირიქით აქ რო აქვთ ფეხი ქვემოთ ჩა ხო და აი მე მაქედან ვაკეთებ და იმდენად ანუ ამ ნაწილში აი აქ ამას ვტეხავ ხო კოჭის ნაწილზე მაგრამ როგორ არის იცი ანუ თუ დანებებას ასწრებენ კარგია მაგრამ ზოგადად არ ნებდებიან მithumetes ბრაზილიელები და სულ ანუ 10-დან 9 ხმა მესმის და რეიტინგიც მაქვს რომელიც უფრო მაგრა დაუტკას უნდა ფეხი და სხვათა შორის 1-2 არა მე ნაღდათ არ მინდა რეიტინგია ნაღდათ არ მინდოდა დეფნოუთი რო არის ჩამოწერილი გატკაცუნა ამის ფეხი ჩემია ამის ფეხი ჩემია არა ნაღდათ ეგრეა და აი 2 წლის უკან მქონდა დამახსოვრებული მქონდა ბრაზილიელს გაუკეთე და იმდენად დატკაცუნდა მე თვითონ არ მისიამოვნა არ დანებდა ხალიშის გარეთ გავედით და გვაბრუნენ და ვეღარ გააგზელა ჭიდაო რაზე ითმენ რის გამო ითმენ რომ მაგას ახლა 2 კვირას უკან მქონდა საბერძნეთში ევროპის ჩემპიონატი ნევაზაში მქონდა და
ფინალში გასასვლელს ვეჭიდავებოდი ებრაელს. წინა მსოფლიო ჩემპიონია. და აი თავიდანვე არ იცოდა რა, პირველად 62-ში ჭიდაობდა აქამდე და ეხლა 69-ში ამოვიდა. და მაგან არ იცოდა ჩემი სტილი და მომცაკა კრას ფეხი და ისე რამდენი გზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ხარ? ეხლა ხო ბოლოს. ხო, ეხლა ევროპის ჩემპიონატი მოვიგე. ხო, ორივე. შენც და გიორგიმაც, ხო? ხო, მეც და ჩემო ძმა. თუ გახსოვს რამდენი გზის? რამდენი გზის, ორი გზის მსოფლიო, ორი გზის ევროპის ჩემპიონი, ერთი გზის მსოფლიო ჩემპიონი, მაგრამ მთლიანობაში 8 მედალი მაქვს მსოფლიო ჩემპიონატით. ანუ ძირითადად ვერცხლი და ბრინჯაო. არის ჩემი ძმას მაგ მხრივ ჩემი ძმა არის 4 გზის მსოფლიო ჩემპიონი, ანუ ფედერაციები უნდა იცოდეთ, აი როგორც მაყურებელმა შეიძლება არ იცოდნენ, იმიტომ რომ წელიწადში მიწევს ხოლმე ხანდახან 3 და 4 მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობა, იმიტომ რომ როგორც ბოქსი არის ფედერაციები WBC, WBA და ესე შემდეგ, ხო? ჯიუ-ჯიტსუშიც ეგრე არის რამოდენიმე ფედერაცია. დავყოფდი ორ ნაწილად. ორი ფედერაცია არის, სადაც ქვეყანას წარმოადგენ, დროშის ქვეშ გამოდიხარ და გამარჯვების შემთხვევაში ჰიმნი იმღერის და ორი ფედერაცია არის კომერციული, სადაც შენ კლუბს წარმოადგენ და თავისთავად გამარჯვების შემთხვევაში გაძლევენ ფულს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ კომერციული არის. და JJIF-ია და UWW, ანუ United World Wrestling-ში შედის grappling და grappling-gi, ეგრე ქვია. და ახლა ვიჭიდავი JJIF-ი. სამწუხაროდ საქართველოში UWW უფრო მოხდილია, იმიტომ რომ უკვე ნაკრები არის. სამწუხაროდ რატო? არ ფინანსდება. 2019 წელს ავიღე პირველი მედალი. ყაზახეთში ვჭიდაობდი, პირველი, ხო, საქართველოს სახელით, ხო, 2019 წელი იყო, პირველი სპორტსმენი ვიყავი, საერთოდ ვინც გავიდა საქართველოს სახელით. წამაგებინინ, იმიტომ რომ მე რო ვაჩვენე, ნუ კაი, რა მნიშვნელობა აქვს, ბრინჯაო ავიღე და ესა კობა ტრეშელაშვილი არის ისა ვაგის პრეზიდენტი ფედერაციის და ცდილობს რომ მოიტანოს ასე ვთქვათ დაფინანსება იმედია ვინმე ესეთი შეხედავს სპორტის სამინისტროდან რომელიც მიხედავენ ამ სპორტს იმიტომ რომ ძალიან დიდი ის არის პერსპექტივა არის ამ სპორტში თუნდა იმიტომ რომ შეგიძლია თავისუფლად მე წახვიდე სხვა სპორტში სხვა საბრძოლო სპორტებში კი ბატონო და ზოგადად იმის მოლოდინში ვარ რომ ჯიუდოისტებს მინდა დავეხმარო ჩვენ ქართულ ჯიუდოისტებს 2022-ში ვიყავი გორში განთქმულ იმაში დარბაზში ანზორი მასწავლებელთან და ლაშა ვარჯიშობდა, იქის ვარჯიშობდა, ვაჟა ვარჯიშობდა, ლუკა მაესურაძე ვარჯიშობდა, ასე შემდეგ და საერთოდ პარტერზე არ მუშაობდნენ. ისეთი ჯიუდოისტიური პარტერი აქვს და უფრო მეტად მინდა რომ ქართველებს კონდეთ ისეთი ჯიუ-ჯიტსუ დაამატონ, იმიტომ რომ ყველა მე ჯიუდოს დღემდე ვადევნი თვალს მსოფლიოს და ევროპას სულ უყურებ. მასტერს რო აქვს შეჯიბრი სულ უყურებ და საფრანგეთის ნაკრები ცალკე ჯიუ-ჯიტსუს მწვრთნელი ყავს, ვიცი, ეგავარჯიშებს. იაპონია იქნება. იაპონია არა, სხვათა შორის იაპონიას. მე იაპონიაზე ცალკე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ტოკიოში რო ვიყავი, გეტყვით მაგ სისტემას. მონღოლეთის აყავს, ყველა თითქმის ყველა, აი, ვინც დომინაციას აკეთებს ჯიუდოში, რომელი ქვეყანაც, ყველას აყავს მწვრთნელი ჯიუ-ჯიტსუში. მე შეიძლება, იმიტომ რომ ისეთი მე ახლა ჯიუდოს რო ვჭიდაობდი, ისეთი ცუდი პარტერი იყო. ანუ თავდაცვა არის მუცელზე. როგორ შეიძლება ასე ვთქვათ, საბრძოლო ხელოვნებაში თავდაცვა მუცელზე ზურგს რო აძლევ მოწინააღმდეგეს რა. და ეს ყველაფერი სისტემა არის შესასვლელი, რომ თავი უნდა დაიცვა ზურგზე და ფეხებით შენ მოწინააღმდეგესთან და მით უმეტეს ძალიან ბევრი განვითარება შეიძლება, იმიტომ რომ ჯიუდოში 2000 აღარ მახსოვს რომელ წელს შეცვალეს უფრო ნევაზაში უფრო მეტი დრო მოგცენ. ანუ თუ მიდის აქტიური ჭიდაობა ხო ნევაზაში არაჩერები წუთი და 25 წამი დავითვალე, მგონი რომელიღაც შეჯიბრი იყო, ისე ტრიალებდნენ და ხო, წუთი და 25 წამი ძალიან ბევრი დრო არის და რაღაც სამტკივნეულზე გადახვიდე და შეაწუხო შენ. და დიდი იმედი მაქვს, რომ მოხვდები საქართველოს ნაკრების იმაში, სავარჯიშო ლაგერში და რაღაცას
წვრილ შევიტან ჩემსას მაგას საინტერესო იქნება ეს ძალიან მაგრამ იდა ძალიან მაგრამ იმიტომ რომ ვაგროვებ ხოლმე ჯიუჯიტსთან ხა მე როგორც ჯიუდოისტი ვიცი რა ჭირდება ჯიუდოისტებს და ვაგროვებ ხოლმე ცოდნას და იგი ცალკე ისა მაქვს დისკი სადაც ვინახავ რა გამოადგება ჯიუდოში მე თავიდან უყურებ ხოლმე და რაღაცას ვშლი რაღაცას ვამატებ და რა ვიცი იმინდა შევკრა ასე თქი რაღაც ცოდნა რავი რამოდენიმე ერთი წლის მანძილზე რომ დაამუშავონ და თუ მოუნდება და თუ გამოთქვამენ სურვილს მე ახლა ძირითადად ვამბობ ახალგაზრდებზე იმიტომ რომ ჩემთვის მომავალი არის ბავშვები აი ახალგაზრდული ჭაბუკების ნაკრები რო იქნება აი მაგენს უნდა ასწავლო რომ გაიზრდებიან თავიდან მეტყვი რომ ახლა სოფლიო ჩემპიონები ჩვენი აი ბექაურია იღე ოლიმპიური ჩემპიონები და ისინი ძალიან რთული არის ახლა რომ თავის სტილს გამოეცალონ და დაიწყონ ნევაზას სწავლა და ასე შემდეგ. ხო, მასე შეიძლება აიჭრეს ხილი სპორტსმენი. კი, ეგ ახლა გააჩნია როგორი თუ ადამიანია სწავლაში ჩართული, მე ახლა მაგალითად ყველანაირი სახეობა მე ადრე ძალიან ისეთი ვიყო მხოლოდ ჯუდო და მეტი არაფერი და ეხლა კარატეს თუ მასწავლიან, მაგასაც ვსწავლობ, იმიტომ რომ ძალიან მაგრამ მიყვარს ეხლა ყველანაირი სპორტი. ჩვენ ახლა ბავშვები ახსენე და ჩვენ პოდკასტი ამ დაიწყებოდა შენ დარბაზებს საუბრობდით, მე ბავშვებზეც საუბრობდით, აი დარბაზი რო გითხრათ, როდის გახსენი, სად გახსენი და მე ბავშვების თემა ძალიან საინტერესოა. როგორც გითხარი 3 წლიდან ასწავლე ბავშვებს. 3 წელი ძალიან ცოტაა თითქოს. ძალიან პატარები არა თითქოს, მაგრამ შენი დამოკიდებულება და შენი ხედვა ბავშვებთან ვარჯიშზე საინტერესოა რომ მოვისმინე. შეიძლება ჩვენ მოყურებელს ყავდეს ვინმე 3 წლის ბავშვი და ფიქრობდეს რომ ადრე არის, სადმე მიყვანა და აგერ შევთავაზოთ ჯიმის სახით სივრცე, სადაც 3 წლის ბავშვი ენერგიასაც დახარჯავს, დისციპლინასაც ისწავლის, სპორტს დაეუფლება და ჩამოყალიბდება სპორტსმენი. დარბაზი გავხსენით მინდელის მინდელის ქუჩაზე 12 ნომერში, საბურთალოზია. ბავშვების რაც შეეხება ბავშვებს, რატო 3 წლიდან და რა სწავლობენ დაყოფილი გვაქვს ჯგუფები 3-დან 6 წლამდე გააჩნია ბავშვის ბუნებას. ფიზიკურობიდან გამომდინარე როგორ განვითარებული არა სიმაღლეა თუ არა, ფსიქოლოგიური უფრო მეტად, რამდენად მზად არის, ასე ვთქვათ, სავარჯიშოდ. მეტყვი რომ შეგადაში კითხავ ხოლმე რა, ნაზრი არ დაივიწყო, და საინტერესოა ჩემთვის რა, აი ფსიქოლოგიური რას გულისხმობ, რომ ვთქვათ მოვიდა ბავშვი დარბაზში და ანუ ჯერ ესაუბრებია კონტაქტები შენ თუ მშობლის აზრს ისმენს. არა, მე აბსოლუტურად ბავშვი რომ მოდის, ვარჯიშზე ჩემთან რომ შემოდის, მშობელი კი, ტოვებს მშობლებს რომ, იმიტომ რომ ეგეთ წლოვანებაზე ტოვებდა ცოტა უფროსებზე, არჩევანს ვაძლევ, მაგრამ ძირითადად ვეუბნები რომ ჯობს, მაგრამ არიან ისეთი ბავშვები, რომელიც პირიქით რომ მშობელი როზის უფრო კარგად ვარჯიშობს და უფრო ჩართული არის, ვიდრე რომ არის პირიქით. როცა მშობელი არის ძალიან ცუდად მაინც განსხვავებული ინდივიდუალური აბსოლუტურად და ინდივიდუალური ლაპარაკი მაქვს სულ მშობლებთან და აუცილებელია ბავშვის განვითარებაში, აუცილებელია მწვრთნელი და მშობლის ერთდროულად ჩართვა. აუცილებლად, კოლაბორაციული მუშაობა. ხო, მე ბავშვთან ვატარებ საათი, საათნახევარი, 2 საათი. მშობელი არის ძირითადად ბავშვთან, მაგრამ როდესაც ჩემთან მოდის, მე მინდა მე სწორია, როდესაც მშობელი ერთვება მწვრთნელის სამსახურში, ეგ ძალიან ცუდი არის აუცილებლად. ხო, მიდი და ეს არა. მწვრთნელი ეუბნება, მშობელი მიდის მწვრთნელთან, მწვრთნელი ეუბნება, რომ ესეთი მიდგომა უნდა, ესეთი мотиваცია უნდა გავუკეთო, არ უნდა რაფრის თქმა და ასე შემდეგ ზოგადად. და ანუ ერთად უნდა იმუშაონ მწვრთნელმა და მშობელმა აუცილებლად თუ ჩვენ ვამბობთ ბავშვის განვითარებაზე და სწორ მაგის გაზრდა, იმიტომ რომ ყველა მსოფლიო ჩემპიონი ვერ გაიზრდება, მაგრამ ჩვენი დავალება არის, ჩემი დავალება არის გავზარდო ჯანმრთელი, ჯანსაღი, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად ბავშვი. აღზარდო, რომელსაც შეუყვარდება სპორტი, იმიტომ რომ მე ერთი მწვრთნელი მყავდა მხოლოდ ჯუდოში და მის მერე მე და ჩემი ძმა ვარჯიშობ 15 წლიდან ვარჯიშობ, მარტო ჩემი ძმა არის ჩემი მწვრთნელი. და ისეთი კარგი მწვრთნელი მყავდა, ისე სხვათა შორის შოთა ჩოჩიშვილის ძმის მაკაცი არის. გოლში იყო ხშირად ხოლმე ესეთი მე გავიცანი მე. ისეთი რამ მასწავლა, რომ მისი დავალება იყო, რომ ბავშვს ეყარებოდა სპორტი ხარ. 3 წლის ბავშვი რომ მოვა და
ფიზიკური დატვირთვა არის არა აზიდვები ხო ანუ რატო უნდა სპორტი ზოგადად ისეთი არის არასასი ანუ არაკომფორტული რაღაც არის იმიტომ რომ არ შეგიძლია და უნდა გააკეთო დისკომფორტში იგდებ თავს და ახლა ბავშვს რო აუხსნა რატომ არის კარგი არის ძალიან რთული იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვიცით რატომ არის კარგი და რა ბავშვისთვის თამაშია კარგი ანუ ყველაზე კაი ეგ არის ხო და აი მაგაში არის აკადემიური მიდგომა რომ აუხსნა ბავშვს და ასწავლო ის რომ არ უნდა ანუ შენ შეგიძლია ანუ უნდა მიცე იმდენი თუ უნდა ბავშვს პროფესიონალურად გააგრძელოს სპორტში ყველაფერი უნდა კონდეს მაგისგან როგორც ტექნიკა ასევე ფსიქოლოგიური მიდგომა და ასე შემდეგ ფსიქოლოგიური მიდგომას უძახი იცი ძალიან ბევრი ისენი მოაქვს ნანახი სხვა ვიდეოები და ჩემი თვალითაც ნანახი როდესაც ბავშვს აი ძირითადად რადგან დაღესტანი ვახსენეთ ანუ 100 ბავშვი მოდის და იქიდან იზრდება რავი 3 ხაბიბი და 97 ტრავმირებული არის, იმიტომ რომ რაღაცას აძალებდნენ, იმიტომ რომ ამას შეუძლია ტექნიკური, ამას შეუძლია უფრო ძალოსნური ისა, ამას შეუძლია ამას ასეთი მიდგომა უნდა და იქ ყველას ერთნაირად უდგებიან, ანუ შენ უნდა გააკეთო ეს, თუ არ შეგიძლია. შაბლონია, ხო და ეგ არის, აი, სხვათა შორის საქართველოშიც არის ეგეთი რაღაც, რომ ანუ რომ მოდიან ბევრი მოჭიდავეები, ანუ ჭიდაობა სულ გენში კი გვაქვთ, მაგრამ აი ცოტა რომ მიუდგეთ, იმიტომ რომ ბევრი ახალგაზრდა ვიცი ტრავმირებული რომელიც არის. ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ანუ 16 და 17 წლის უკვე ტრავმირებული რო ხარ და ტრავმის გამო ვერ აგრძელებს სპორტს, ეს კითხვები მიჩნდება მწვრთნელთან და მაგის მიდგომასთან, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა იცოდეს მწვრთნელმა ანატომია და აუცილებლად უნდა იცოდეს, უნდა ქონდეს შეხება, ახლა მე ჯიმშიც ვარჯიშობ, ახლა რო ვთქვა, რომ მწვრთნელი ვარ თქო არა, მე ჩემ მოსწავლეებს, ჯიმის ტრეინერს, ანუ დარბაზში ვინც ვარჯიშობს გირებთან, სხვა, ანუ ვეუბნები, რომ ამასთან წადი და ამასთან წადი, იმიტომ რომ ის არის მაგაში პროფესიონალი. მე ახლა შემიძლია რაღაც მე თოგზე და აზიდვები მიყვარს და ასე შემდეგ ელემენტარული რაღაც მიყვარს. და აქედან გამომდინარე 3-დან აი რო დავუბრუნდეთ 3-დან 6 წლამდე რას სწავლობენ ბავშვები ჩვენთან სწავლობენ პირველ რიგში დისციპლინას არის კონტაქტური არ არის ჯერ ყველაფერი ინდივიდუალური არის მაგრამ 3-დან 6 წლამდე რომელსაც ვიღებთ კონტაქტური არ არის არის სვირბილი და ჩვენი აკადემიის მეთოდი არის მოგონილი აი ჭიდაობის ელემენტები არის დაყოფილი აი ელემენტარულად ანუ გდება და ასე შემდეგ ეგ დავყავით რამოდენიმე ნაწილად და ნაწილობრივ ვასწავლით და ეტა ხო და როდესაც ის გადავა უკვე შემდეგ ჯგუფში სადაც უკვე კონტაქტი არის და საჭიდაობენ უკვე ანუ თვითონ იცის ბავშვმა რა გააკეთოს იმიტომ რომ წინა ჯგუფში მაგას აკეთებდა არ იცოდა რის გამო აკეთებდა მაგრამ პასიურად აკეთებდა და აქვს მაგწონა ხო კუნთის მექციერება არის და ანუ უფრო ადვილად ვითარდება და ყავს და გვაქვს დაყოფილი კლასებად აი როგორც სკოლაში მიდიხარ რა პირველ კლასში მეორე მესამე ეგრე გვაქვს ოღონდ 11 კლასი არ გვაქვს 3 კლასი არის თავიდან მოვლიან 3-დან 6 წლამდე მერე გადადიან 6-დან 9 წლამდე მერე გადადიან 10-დან 14 წლამდე და მერე გააჩნია რამდენი კილო არის და გადამყავს დიდებში უკვე, იმიტომ რომ 14 არა 15 წლის ბიჭები უკვე გადამყავს დიდებში, იმიტომ რომ ყველაზე რთული არის სპორტსმენებისთვის ვისაც პროფესიონალად უნდა და არა მარტო აი გადასვლა, სადაც ჯიუ-ჯიტსუ არის ესეთი ეგრე დაყოფილი 16 წლამდე არის kids system, ანუ ბავშვების სისტემა არის და 16 წლიდან უკვე შენ თუ ბავშვობაში ჭიდაობდი და კამარი გაქვს, გადადიხარ ეგრევე ლურჯ კამრებში და ლურჯი კამრები უკვე ითვლება როგორც ასე ვთქვათ, უკვე დიდებში ჭიდაობ. შენ შეგიძლია 16 წლის ლურჯი კამარი იყო და შეჯიბრზე შეხვდე 20-25 და ასე. დიდებში ხარ, ხო და. სხვა სპორტებში 18 პლუსი, ხო, 16 პლუსია და აი 90% ალბათ მაგ იკარგება, იმიტომ რომ აქ ბავშვებს ეჭიდავებოდი და უცებ გადადიხარ დიდებში, სადაც ახლა სხვა ძალას, სხვა აბსოლუტურად და მაგ იკარგებიან და ეგ გადასვლა რო კონდეს კომფორტული, მაგის გამო შევქმნით ეგ კლასები. და აი 14 წლიდან მეტო გადავყავს ვარჯიში, დიდებთან. გააჩნია თუ 50 კილოზე დაბლა არის, ტოვებ. თუ 50 არა 55 და ზემოთ უკვე ნელ-ნელა გადავყავს, იმიტომ რომ პირველი წონა დიდებში 62 არის.
და ამის მიხედვით ვაკეთებ თუ სიმაღლეს დიდად მნიშვნელობა ხო, აქვს. რომ 14 წლიდან 2 წლის განმავლობაში ბავშვი ვარჯიშებს დიდებთან შეეჩვევა იმ ძალასაც იქ აბსოლუტურად, ისწავლის ტექნიკა როგორ მოარგოს ამ კაცურძალას, ხო? კაცურძალას, კი. უფრო გაუმარტივდება. ყავს მოსწავლეები რამოდენიმე 10 რომლებთანაც 16 წლის არიან და მიჭირს ჭიდაობა. მიჭირს კი არა, ზოგჯერ ვაგებ. პირდაპირ ვამბობ, რომ ანუ 16 წლის ბიჭი არის, მაგრამ ვავარჯიშებ უკვე 7 წელი, 8 წელი, 9 წელი ზოგს. და ანუ კი, ლურჯი და იასამნისფერი ხამარია მართალია, მაგრამ ჩათვალე შავი ხამარია, იმიტომ რომ დრო არ მოუვიდა, რომ შავი ფიზიკის ხორცებულია ყველას. აბსოლუტურად. ყველა ჩემი ტექნიკა ხო იცის, მე მით უმეტეს თავის ტექნიკა აქ დამატებული და ძალიან ბევრი შეჯიბრი არსებობს ჯიუ-ჯიტსუში, რომ გამოცადო შენი თავი, იმიტომ რომ არის კომერციული მხარეც და ატარებენ კომერციულ შეჯიბრებებს და ამის მიხედვით ძალიან ასე ვთქვათ, გამოცდილები არიან. ახლა ჯიუდოში ახლა მაგალითად ისე ჯიუდოშიც კარგი იქნებოდა რომ ჩაერთო ხა ჯიუდოში როგორ უნდა გამოიცადო არა ნაკრებში უნდა მიხვიდე საერთო შეჯიბრებებზე ვამბობ და ნაკრებმა უნდა წაგიყვანოს უკვე საერთო არ არის კომერციული ჯიუდოს შეჯიბრებები ნუ ჩვენ მქონდა წინა ეპიზოდში გახსოვს ეგ იდეა იგა რაფის მაგალიზე რომ კომერციული ხო ჯიუდოს ჩემპიონი კი იცი რა მაგარი იქნება ძალიან ხო უბრალოდ აი ამ კომერციულობას ახლა დღესდღეობით აი ეს ხმაური ჰაიპი რაღაცა ეს ჭირდება რა და აი ახლა ჩვენ ვისაუბრეთ წინაზე შედარებები გავაკეთეთ რა ჯიუდოს და ჭიდაობდა რაფი რაც არის ხო რაფმა შეძლო ის რომ ეს ისტორიის მქონე მებრძოლები, მოჭიდავეები და ასე შემდეგ შემოეკრიბა და ერთ სივრცეში მოუყარა ყველას თავი და ყველას თავის რაღაცა ფიდბექი ისტორია აქვს რა რომელსაც ეს ხმაური მოაქვს. სხვადასხვა სპორტებიდან, ხო, MMA-დან, ნუ ძირითადად MMA არის, სხვა კრივი არ გამიგია ხა რა რო ეჭიდა. თვითონ თავისუფალი მოჭიდავების გარდა MMA. თავისუფალი ჭიდაობა და ჯიუ-ჯიტსუ, ანუ ეს ასტავია ძირითადად შეკრებილი რა, ხა დილონ დევისმაც ხო ეჭიდა. დილონ დენისი ხო ეკრებლანი. ხო, დენისი ხო. მეხსახელებში ეს კონორად რო ვარჯიშებდა. კი, ეგ არის. ხო, მაგას ეჭიდაობა, მაგრამ აი ჯიუდოში აი ეს ხმაური რო შექმნა, ანუ საიდან უნდა გადმოიყვანო ხა რომელი თუნდაც MMA-დან, ანუ MMA-ში იშვიათია რომ ჯიუდოისტი იყოს და თვითონ ჯიუდო გადასვლა კაილა ჰარის ჯიუდო თუ იმას ამბობთ რომ ჰაიპი უნდა ხო ჯიუდოს ხო და რაღაც ხმაური ან რაფის მაგალითზე ვამბობთ ხო მაგას რა მე გააკეთა ცოტა ხო მე მესმის მაგრამ ეგ მე ცოტა სხვანაირად უყურებ კომერციულ ჯიუდოს ანუ უყურებ აი IGF-ი ხოა რომელიც ატარებს ყველა შეჯიბრებს და ანუ რავი IGF შეუძლია ხა ჯიუდოს ფედერაციას საერთაშორისო ასე მგონია არაკლია ფული რომ ჩაატაროს კომერციული ხო და ჩაატაროს ბავშვებში ანუ მხოლოდ ჭაბუკებში არ იყოს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატი იყოს რაღაც რავი რომო ოფენ არიზო ოფენ და ასე შედა უსიხშირე ხო და აი შეგიძლია რავი ერთ წონაში აი ჯიუ-ჯიტსუში არის ხანდახან ჩემ წონაში არის 60-70 ადამიანი ხო მაგრამ მაინც მიუმატო გამოაკლო 5-6 ჭიდაობის ჩატარება გიწევს რა, იმიტომ რომ ნახევარ-ნახევარზე ხო იყო გავარდნაზე ხო არის. ხო და რატომაც არ შეიძლება ამის ჩატარება, იმიტომ რომ რო გამოცადო და აი მაგიტო ვამბობ რომ კომერციული ჯიუ-ჯიტსუ, ანუ ბავშვები არიან 16 წლის და უკვე აქვთ ნაჭიდავები მსოფლიო ჩემპიონატზე, ოფენებზე, გრენდსლემებზე და ასე შემდეგ რა. იმიტომ რომ ახლა არაბები ძალიან ბევრ ფულს მე როგორც ვიცი 2022 წელს ოლიმპიურ იმაში თამაშებში ჩართენ. და დიდი ალბათობით ჯიუ-ჯიტსუ JJIF-ის ფედერაცია შეისყიდნენ ვარ მაგ თემაში ახლოს ჩართული. აი ხლა ევროპაზე რო ვიჭიდავე დოპინგ ტესტი ჩამაბარებიან, სხვათა შორის მარტო მიმაბარებიან ჩემს მასთან შედარებით, იმიტომ რომ ის სულიგებს და არასდროს არ ჩაუბარებია და მე ახლა მოვიგე ჩავაბარე წინაზე. შენ რო ბერსუსანე მაგით გულაუბარო გევასება. აბა და წინაზე მეორე გავხდი ის პირველი გახდა მსოფლიოზე მე ჩამაბარებინენ და ასე შემდეგ და ეს რას ნიშნავს რის გამო რას მინდა ხაზი გაუსვა. როდესაც სპორტში ახლა დოპინგ ტესტის ჩაბარება, როდესაც ეს მასობრივად არის იაფი არ ჯდება ფედერაციისთვის და ეს ნიშნავს რომ იმას რომ სპორტს წმინდავენ რომ რაღაც საბუთები და ხო ამზადებენ და გამოაქვეყნეს კიდევაც იყო ნიუსები რომ 2022-2028-ში უნდა ჩაერთოთ მაგრამ რაღაცები ვერ მოასწრენ და 2032-ში უეჭველი იქნება ჩართული. ნუ 2032-იც აქვე არის. ეს ჯიუ-ჯიტსუს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა რაც არის თან ხა ბოლო წინადადებაზე მინდა გავაგრძელო რომ ხა გიგა და
შენგან ჯიმი იმეს საუბარი რომ ამ ხელა გამოცდილებას გაძლევს ის გასაგებია ხო არა თქვენ იმდენი გაქვთ ჩატარებული რომ უკვე ესეთი ისენი ყოველ კვირა გადიან ხა მე პირადად ერთხელ ხო გავედი სუშიჯიბზე აი იმ ერთხელ გასვლაში აი საერთოდ სხვანაირად დავინახე სპორტი და აი ჩვეულებრივ აი შენ თავის ტესტი საერთოდ სხვანაირად განახებს მე ყველაფერს და მარტო ჯიუ-ჯიტსუში არ არის ზოგადად ყველაფერში ზოგადად სფეროში მასე არა როცა შენ შეიძლება ხა დარბაში 50 და 10 სხვა დღეს 100 სხვა დღეს ჭიდაობდა ერთ კვირაში ხო მაგრამ ის ერთი სხვა დღე რასაც ჩაატარებ შენ შეჯიბრზე უფრო მეტი მოხცეს იმონ ვიდრე დარბაში ჩატარებულმა ასმა სხვა დღე იმიტომ რომ იქ სხვა დაპირისპირებაა სხვა ფსიქოლოგია მთავარია 100% მე და ჩემი სიტყვები არის რომ ერთი შეჯიბრი უდრის მინიმუმ ერთი თვე დარბაში ჩატარებული ვარჯიშს და ეს 100% ეგრე არის სპორტსმენები ვიზივართ, ვიცით რას განვიცდით, სანამ გამოვალთ, ეს არის დასპირისპირება და ეხლა წარმოვიდგინეთ, რას როგორი გაზნცა აქვთ ბავშვებს. და მაგიტომ მომწონს, აი მაგალითად ჩემს შვილზე შემიძლია მაგალითი მოვიყვანო, ეხლა 7 წლის არის და ყველაზე დიდი ტურნირი რაც აქვს ნაჭიდავები რომში იყო Grand Slam-ი და პირველი ესეთი პირველად გავიყვანე ოჯახი ასე ვთქვათ ჩემთან ერთად ხო შეჯიბრზე იმიტომ რომ მხოლოდ მე და ჩემი ძმა დავდივართ არ მიყვარს ახლა წონის კლებაში როვალ და ცალკე ოჯახს უნდა მიხედო ძალიან რთული არის მე ხო ფოკუსირება და ისეთი გადავწყვიტე წამეყვანა და ისე დაემთხვა რომ ალბათ ბევრს არ ეკლებდი მაგას არა ვიკლებდი და ისე დაემთხვა რომ ანუ ფრენა გადაიდო და რომში უნდა ჩავფრინიყავ და მილანში ჩავფრინდი და მე მატარებლით მომიწეწა სისულეო მაგას არ აქვს მნიშვნელობა ბავშვმა იჭიდავა ესე ასე ვთქვა დიდ ტურნირზე და მანამდე კი ქონდა ნაჭიდავები მაგრამ ისეთი ანუ კლუბური და ასე შემდეგ და რო შევხედე ახლა ხო განიცდი და ანუ ცოტა გათეთრებული იყო და ისა თან მარტო გაყავთ AGPC არის ორგანიზებული კარგად რო ანუ მიდიხარ აბარებ ბავშვს ვალანტიორს და თვითონ დაყავენ და ისე ანუ მე გაფრთხილებული მყავდა კი ახლოს არის და სულ აკონტროლებ და უყურებ სად არის მაგრამ ახლა მეუბნები რომ ანუ რამდენ ხანში მექნება იგი ჭიდაობა მეუბნება და მოთხარ მალე და უყურებ ხა როგორ შანსონ თქვა აქვს ახლა სპორტსმენებს ხო ის გული ხო ღრმა და ესე და მივედი და ახლოს დაველაპარაკი ახლა მე ვთქვი ვიცი რასაც გრძნობ მეთქი გავუყავი ჩემი აზრები და კარგად მისმენდა ისე სხვათა შორის შემოსავლებს რო ველაპარაკები ზოგი ანუ გიყურებს მაგრამ შენ არ გიყურებს თავის იმაში არის ფიქრებში რა და ეს წამომყვა ფიქრებში და დაწყნარდა და ნუ იჭიდავა კარგად იჭიდავა მოიგო სხვათა შორის ჩემთან მე მესამე გავხდი მაგან მოიგო მაგრამ ეგ არაფერი ისიც არ გულავს ხო ისიც არ გულავს ვიზას ვაჟიძე ხო და ეხლა რაზე გამოადგა ეს ჩართულობა საქართველოში განუყვა სასწავლებლად და სკოლაში იყო გასაუბრება უნდა ჩაებარები ასე ვთქვათ ქართულად ლაპარაკობს ბავშვებიდან იცის წერა კითხვა და ასე შემდეგ და მაინც ახლა 7 წელი რო სხვა ქვეყანაში ცხოვრობ და გავლენა გაქვს მაინც ისე და ვეუბნები რომ ანუ აუცილებლად უნდა გაიარო ეს რაღაც რატო უთხარი არ ვიცი ესე ძალიან ცუდია მე რო დავფიქრდი ესე ვაშინებდი ან რა ვშობოდი არ ვიცი მაგრამ სკოლაში რომ მივედით სადაც გასაუბრება იყო ხო ანუ მოემზადა უკვე ფეხი უკაცა აი ანერვიულდა ხო ანუ ცოტა დაიძაბა და მიუხედავ მე რო ყოფილიყავი მაგის ადგილას ყველაფერი დამავიწყდებოდა მე ისეთი ადამიანი ვარ თუ ამნერვიულდი ყველაფერი მავიწყდება და ისე აიყვანა თავი ხელში და ისე გაცა ყველა პასუხს იდეალურად ყველა კითხვას პასუხი ხო არც თვალი დაუხამხამებია ეს დარწმუნებული ვარ მხოლოდ იმის მეშვეობით რომ არაერთხელ აქვს გავლილი ეგეთი ემოციები და გამოცდა და ამ სპორტის მეშვეობით ეგრე ეხმარება და ნუ ბავშვებს მით უმეტეს და ეს რო გაიზრდება მერე მით უმეტეს თუ გააგრძელებს ჭიდაობას მით უმეტეს ყველანაირი აი ელემენტარულად რულზე რო დაждდება საჭეზე რო დაждდება არ დაიბნევა და რავი რამდენი რაღაცა არის რა ცხოვრებაში რაც ასე ვთქვათ ჩართულობას მოითხოვს და ემოციის კონტროლს კი ხა ჩემთანაც ხა შოულოს ბავშვები რომ მოყავთ სულ იმ განცდებში არიან რომ აი ბავშვისთვის ეს ჩხუბი MMA როგორ შეიძლება რა
რაღაც სრული ინფორმაცია რო არ აქვს და მაგას უხსნი ხოლმე ზუსტად რომ შეიძლება ხა ჩემპიონი არ გამოვიდეს, მაგრამ ცხოვრებაში იქნება ჩემპიონი. რაღაც სახე ცოცხალი მაგალითი მოიყვანე ახლა შენ, ხო, რომ იმ ხელა განცდას რო გაივლი და იმ ხელა განცდის გამოცდილება როგორ რასაც თვითონ ცოცხალი შეჯიბრი ქვია, ნებისმიერი გასაუბრება იქნება, რაღაცა შეხვედრა იქნება, ის უკვე შენთვის ძალიან ისეთი არის რა, ნაცნობი არის ემოციები, ყველაფერი და ჯიუ-ჯიტსუ კიდე იმითი არის მაგარი, მაგალითად რომ არა მარტო ბავშვს, ხო, 3 წლის ბავშვს, 60 წლის კაცსაც შეუძლია. აი სამოყვარულოდ ერთ-ერთი კარგი სპორტია. ალბათ ყველაზე საუკეთესო სპორტი, საბრძოლო სპორტი. კი, ჯიუდოში დაგამტრონე სამოყვარულოდ. ხო, MMA აიღე, უნდა გირტყანე. 50 წლის რო ხარ, 50 წელი რო არ გირტყეს, 50 წლის მერე ზოგ რთულია, მაგას რო შეუძლია რო გირტყან და ჯიუ-ჯიტსუ ალბათ ყველაზე საუკეთესო სპორტი არის, რომ აი რაღაცა სამსახურს მორჩი წამოხვედი, შენთვის მიხვედი კომფორტული გარემოში იჭიდავე, იგორავე, დაიღალე, განვითარდი, ერთ-ერთ საუკეთესო არის. აი სპორტი რო ინტელექტუალურია, ეგეც უნდა გაიაზროს ყველამ, რომ აი ის არ არის, რომ ხალხს ვინც არის სპორტი, მომრეობა, საერთოდ მომრეობაზე ბევრად წინ არის, აი სტრატეგია, აი იმს ვამბობს ხოლმე, რომ აი ჭადრაკის თამაში ვით არის. ზოგადად ეს ხალხს ვინც ესეთი შეხება არ აქვს საბრძოლო სპორტთან, ზოგადად მას წარმოადგენს სტერეოტიპული წარმოდგენა აქვს საბრძოლო სპორტზე, რომ აი ძალა თუ გერჩის და აგრესიული თუ ხარ, всё მაშინ ყველაფერს დაიპყრობ და ინტელექტი იქ არ არის საჭირო, მაგრამ ნებისმიერ საბრძოლო სპორტში და ხა ჯიუ-ჯიტსუ ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი არის, სადაც ინტელექტუალურობა აუცილებელი არის, ნებისმიერ საბრძოლო სპორტში ინტელექტის გარეშე აჭირდება. აბსოლუტურად. რეგიონალურ დონეზე კი ძალა დაგეხმარება და რაღაც ძალის ხარჯი შეძლებ, მაგრამ ხა თუ რაღაც შემდეგ ეტაპებზე გინდა გადახვიდე. ძალიან ბევრი მშობლელი მოსულა და უთქვია პირიქით, ანუ არ მინდა ჩემი შვილი აგრესიული იყოსო და მიტო არ ვაძლევოდა. პირიქით, აგრესიული კი არა, პირიქით აგრესიას აკონტროლეო. აბა დედას აი ბოლოს როდის მქონდა რამე ისეთი ჩხუბი აღარ მახსოვს, რავი 20 წლის უკან ალბათ, მე რომ სულ აკონტროლებ შენ ემოციას, შენ თავში რო ხარ დაჯერებული, არ გჭირდება ვინმეზე, რამეზე, ასე და მით უმეტეს მაგ ემოციებზე, ანუ მშობლებს ბევრს გონია, რადგან ეს ისეთი ორთაბრძოლა ძალოსნური, ხო, პირიქით აგრესიული გახდება და ისა. არანაირ შემთხვევაში პირიქით აგრესიას ტოვებს დარბაზში და გამოდის ძალიან დაწყნარებული და ასე ვთქვათ 7 ბავშვი და წლოვანებაზე რო ახსენეთ ჯიუ-ჯიტსუში ყველაზე უფროსი ჩემი მოსწავლე არის 64 წლის და დაიწყო ჭიდაობა 58 წლის. მანამდე რავი სპორტში იყო, მაგრამ ესე ვთქვათ ჭიდაობის სახეობაში არა, აი ცურვა ხო და ასე შემდეგ რა. რაღაცა ელემენტარული სპორტი რა, სულ ანუ ჯანსაღ ცხოვრებას მიყვებოდა და 61 წლის რო იყო, გამოვიდა შეჯიბრზე. აბუ-დაბიში ჭიდაობდა, ყველა მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება მაგ, თუ არის AGP, ანუ არაბების ფედერაცია და თუ არის IBJJF International Brazilian Jiu-Jitsu Federation, ეგ არის ლოს-ანჯელესში ტარდება. ეგ ყველაზე ასე ვთქვათ ტიტულოვანი, ყველაზე ყველაზე მეტი ავტორიტეტი აქვს მაგ იმას ფედერაციას. და ჯიუ-ჯიტსუში არის დაყოფა ვეტერანებში. 30-35 წელი, 35-40 წელი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოსვლა, დაწყება და უფრო მეტი შეჯიბრებებზე გამოსვლაც. აგერ კამერების უკან არის ჩემი ძმაკაცი და აი ერთად ისე ცოტნეს მადლობა რომ გაიხსნა ჩვენი აკადემია თბილისში, მეტყვი რომ ძირითადად ეგ იყო აქ ჩართული და ძალიან ასე ვთქვათ მისი გახსნილია, ასე ვთქვათ მე ჩამოვედი უბრალოდ უკვე გამზადებულია ყველაფერი, ასე ვთქვათ. და გეგმაში 33 წლისაა, როგორც მე, არასდროს არ უჭიდავებია თავის დღედამოსწრება ფეხბურთს თამაშობს. ხო და 13 წელი არაფერი. ხო და აი გეგმაში გვაქვს ბლოგი გადავიღოთ, პირველი ვარჯიში ჩავიწერეთ და ესა სავარაუდოდ 1 წელში გვინდა გამოვიდეს, ანუ ბეგინი ხო და დამწყებებში შეჯიბრებებზე მსოფლიო ჩემპიონატზე და ეს გზა ვაჩვენოთ და ერთადერთი ანტირეკლამა რაც აქვს ჯიუ-ჯიტსუს, ვითომ სადაც არ გადააფუთხე მსოფლიო ჩემპიონს გაარტყამო ჯიუ-ჯიტსუშიო. და ეს რატომ იცი, აი დაყოფილი არის ქამრებში
წლოვანებაში და ასე შემდეგ, წონებში და ასე შემდეგ. და ამის დამიხედვით მიტუ არის კომფორტული ჯიუ-ჯიტსუ ყველასთვის, რომ ანუ შენ ხარ შეგიძლია საკუთარი თავი ყველგან იპოვო. აბა რა, ანუ შენ თუ გინდა პროფესიონალი გახდე, არის პროფესიონალები და გამოდი თუ გინდა მოყვარულებში, გამოდი მოყვარულებში, თუ გინდა რავი, შენწლოვანებაში, გამოდი შენწლოვანებაში, თუ გინდა ახალგაზრდებში, გამოდი ახალგაზრდებში. კამრის მიხედვით. ხო. და ჯიუდოსთან განსხვავებით, შენ ეჭიდავები შენ დონე ადამიანს. ანუ არ არის იქ შენზე ვიღაც ძლიერი, იმიტომ რომ შენ თუ გამოდი ხარ ლურჯ კამრებში, დიდი ალბათობით შენის მოწინააღმდეგე როგორც შენ ისე დაიწყო ვარჯიში 30 წლის მერე და ასე შემდეგ. არა, მაგ თვალსაზრისით ძალიან ისე განვითარების შესაძლებლობას გაძლევს და თან რაღაცნაირად ეგოსაც გაფხანინებს იმ კუთხით, რომ როშრომობს სადღაც ხედავ გზას, სადაც შეიძლება იპოვო შედეგი, რომ აღნიშნო, რომ დაგიფასდა. ესე ბოლოსკენ რო წავიყვანოთ უკვე. ესე თან არ მინდა ყველაფერზე ერთიანად ველაპარაკოთ, იმიტომ რომ ის ფუფუნება გვექნება, რომ რაღაც ხშირ-ხშირად და თან შემდეგ ჩვენ ზოგადად MMA-ში სულ ტექნიკურად ვშლით, ახლა მithumetes რაც გიგამ გადაცემაში დაგვემატა, ეს ძალიან დიდი мотиваციასთან ერთად და ფუფუნება მოგვეცა, რომ კარგად გიჭირდათ. ტექნიკურად შლით, კარგად ჩხუბს და ეს მაყურებლებს ძალიან მოწონს. ჩვენ მაყურებელსაც მე თქვენი მაყურებელი ვარ, დიდი სიამოვნებით უყურებ. და ჩვენც შემდეგ დაპირისპირებები რაც იქნება, სადაც გრეპლინგის ელემენტები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ძალიან გაგვიხარდება თუ შენ აზრს მოვისმენ და შენთან ერთად ესე რაღაც პროფესიონალურად გავანალიზებ. ძალიან მაინტერესებს აი ტოპ 5 UFC-ს მებრძოლი, რომელსაც აი ჯიუ-ჯიტსუში გამოარჩევდი რა. თოფურებზე ნუ ეს უდაოა და არ შევიყვანოთ. მოდი აი თოფურები არ შევიყვანოთ. აი ტოპ 5 მებრძოლი თუ ისაც გამოარჩევდი ჯიუ-ჯიტსუს მიმართულებით. მოქმედი თუ რომელიც UFC-ს როსტერს ნებს. ოკეი. ალბათ ვერდუმი. ოღო. დემიან მაია. ბრაზილიელი. ნუ ოლივეირა კარგი. ანუ კი ანუ ხო ხაბიბა კი ამბობს რომ ძალიან ბევრი აქ დატაპულიო, მაგრამ როგორც ასე ვთქვი ჯიუ-ჯიტსუ ძალიან სახიფათო ჯიუ-ჯიტსუ არა ყველაზე უფრო. თან აი ხა ოლივეირას შემთხვევაში ბიჭო აი MMA-ის ჯიუ-ჯიტსუ აქვს იდეალურად რა. არა მარტო ის რომ ვთქვათ ჯიუ-ჯიტსუსთვის, არა MMA-ის ერგება. ხო, მაგრად აქვს მორგებული და მაგრად აქვს გადმოტანილი ჯიუ-ჯიტსუში MMA. კი ბატონო. ჯიუ-ჯიტსუ MMA-ში. კი ბატონო. კიდე ორი. ვერ ვიხსენებ ერთ სახელს. ისე დიაზებზე რას ვფიქრობ? დიაზების გრეპლინგზე ელაპარაკობენ ბევრს. არც ისე უფრო მეტად მაგის ყბაზე უნდა ელაპარაკო. რატო არ ითიშებიან, იმიტომ რომ ძალიან ტრიატლეტები არიან, მგონი თუ როგორც მე ვიცი, ტრიატლონები არიან. იმიტომ რომ არა ვერ ვიხსენებ. აირონმენი არის ეგეთი. ანუ გრეისებს ხო და მაგ და გრეისებს ერთი გრეისი ისე შეერცხვენა UFC-ში თავი. რენზო გრეისი იყო თუ რიქსან გრეისი იყო, ეგ იყო ძალიან ანუ ზოგადად ის ვისი მეშვეობითაც ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ გახდა ცნობილი ხო, იმიტომ რომ ყველაზე ჩავსვათ. ყველა ზღუნავდა ხოლმე. ისე ბარემ ამ ქვის კითხვას ერთ ქვის კითხვასაც დავამატებ, გარდა ის რაზმაძე იმისა რა ქვია, მტკივნეულისა, შენ საყვარელი მტკივნეული ერთი გითხარი. რომელიცაც ვაკეთე, რომელიც გადის. მაინც რო იცოდეს ვარჯიში. მაინც რო მოვთხილ. არა, ანუ პასუხი ეს არის, რომელიც გამომდის. ნებისმიერი. ხო, ნებისმიერი რომელიც გამომდის. გიგას მოვუყევი წეგან ეს ისტორია, ჩვენ მაყურებელს სასწრაფო იქნება. ჯიმი ჭიდაობისას გაცლის, რომ რაღაც ქნა და ერთ მომენტში ხელს რაღაც მომენტი დავინახე, მოკითხეს და ჰაერში დამაწია, რომ ეს ხელი რაღაც 2001-ის შემდეგ არ გაშლილა. აი ესე ზურის დაწოლილი არ უკვე უკვე გავუშვი. მოკლედ, მადლობა ჯიმი ჩვენთან სტუმრობისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ ხშირად მოგვიწევს შენი აქ დაპატიჟება და ძალიან დიდი სიამოვნებით სტრატეგიული არც გეკითხებით. დიდი შენაურები. არა, კლუბოთხიც იმიტომ ქვია, რომ რაღაც კლუბის კონცეფცია გვაქვს, რომ რაღაცა ის მარტო წამყვანი და ჟურნალისტები არა, უფრო კლუბურად უყურებთ, რომ რაღაც საბრძოლო სამყაროს ერთი კლუბი ვარ და მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც დღეს გაიგეთ, რამდენად დიდი ცოდნა აქვს ჯიმის ზოგადად ბავშვებთან მუშაობის და დასრულებთან და ძალიან ბევრი ქართველი გრეპლერი დღეს საქართველოს, რომელიც ძალიან წარმატებულია ჯიმის კლასის მიხედვით ესეთი პროფესიონალი და ესეთი ბასრი, ამიტომ უკვე ჩვენი ჯიმი უკვე მე ჩვენს ვიძახია. ქართული ვარ. გახსნილია და ველოდებით ყველას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.